Christe ancam pretit sigudilitas sigudilisa, Ancun velidas aplave vicinatas, Florebis vivni cebeli. Christe ancam pretit sigudilitas sigudilisa, Ancun velidas aplave vicinatas, ეს არის უდიდესი მადლი პირველ რიგში ჩემი შვილისთვის. მან დღეს მიიღო ღვთისგან ნათელი, ესე იგი სული წმინდა გადმოვიდა მასზე. ეს არის უდიდესი დამსახურება ჩვენი უწმინდესის. დღეს ერს აი ამ დიდ შრომას, რომელსაც ერი აკეთებს, ხო ვინც მრავალშვილიანებს დის, პირველ რიგში პირველი დაფასება, პირველი შეფასება გაუკეთა ჩვენმა პატრიარქმა. და ეს არის მოწოდება ალბათ მთლიანად ქართველი ერისთვის, რომ აი ისევ დაუბრუნდეთ აი იმ ძველ ადაწელს, როდესაც იყო დავით აღმაშენებლის დროს პერიოდში 12 მილიონი ქართველი ერი. ღმერთმა ინებოს, რომ საქართველო კიდევ უფრო გამრავლდეს ჩვენი უწმინდესის ლოცვა-კურთხევით და ღმერთმა ინებოს, რომ ახლა ხანებში გაბრწყინებული იყოს ჩვენი საქართველო, როგორც იყო დავით აღმაშენებლის პერიოდში 12 მილიონიანი ძლიერი ღვთისსათნოებით სავსე, რომელიც იყო ალბათ მაგალითი მთელი სამყაროსათვის. ეს იმდენად დიდი მადლია, რომ ალბათ ყველა ქართველი და არა მარტო ქართველი იფიქრებს იმაზე, რომ დემოგრაფიული მდგომარეობა გაუმჯობესდეს, იყოლიოს 3 და მეტი შვილი. ეს არის პატრიარქის უდიდესი მადლი. და მათი მფარველობა ნუ მოაკლოს საქართველოს და ჩვენ შვილებს პატრიარქის ლოცვა კურთხევა. სახელითა მამისათა და-ძისათა და წმინდისა სულისათა. ქრისტე აღსდგა. ქრისტე აღსდგა. ქრისტე აღსდგა. დღეს არის ბედნიერი დღე, დღესასწაული, რომელსაც ეწოდება კვირაცხოვლობა. და დღეს ჩვენ უსურვებთ ერთმანეთს ბედნიერებას, კეთილდღეობას. დღეს ღვთის მადლით და ღვთის წყალობით მოინათლა 250 ბავშვზე მეტი და ღვთის მადლით და ღვთის ლოცვა კურთხევით მე ვარ მათი ნათლია. და აი დღეს ჩვენს წინაშე დგას კითხვა, რა არის საჭირო იმისათვის, რომ ადამიანი იყოს ბედნიერი, ადამიანი იყოს დღეგრძელი, ადამიანი ცხოვრობდეს მშვიდობაში და კეთილდღეობაში. ერთ-ერთი ცნება ამბობს, პატივեց მამასა შენსა და დედასა შენსა, რათა კეთილი გეყოს შენ და დღეგრძელი იყო ქვეყანასა ზედა. აი, ჩემი აზრით, ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი გზა კეთილდღეობისაკენ. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ პატივი უნდა ვსცეთ ჩვენ მშობლებს და კეთილდღეობა იქნება ჩვენთან. ზოგიერთი ფიქრობს, რომ პატივის ცემა შეიძლება მხოლოდ იმ დროს, როცა დედა და მამა
ცოცხალი არიან. სიკვდილი არ არსებობს გარდაცვალება. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ პატივისცემა უნდა გაგრძელდეს იმის შემდეგაც, როცა დედმამა გარდაიცვალება. პატივისცემა გამოიხატება ლოცვით, საკურთხის გაცემით, გაკეთებით, პანაშვიდებით, ეკლესიაში სიარულით და მათთვის ლოცვით. აი ამიტომ მე უსურვებ ჩემ ნათლულებს, შევთხო უფალს, რომ უპირველეს ყოვლისა რწმენა მისცეს ჭეშმარიტი მართლმადიდებელი სარწმუნოება მისცეს უფალმა, მისცეს მშვიდობა და კეთილდღეობა, მისცეს სიყვარული, მისცეს ხედვა გაჭირვებული ადამიანებისა. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ რასაც გასცემს, ასმაგა დაუბრუნდება მათ. აი დღეს მე რომ ვემზადებოდი იმისათვის, რომ მოვსულიყავი და დამელოცა ჩემი ნათლულები, მე შევთხოვე უფალს მათთვის, მათი კეთილდღეობა და დღეგრძელობა და მე ვთხოვე ჩემ მშობლებს, გიორგის და ნატალიას, რომ დალოცონ ეს ჩემი ნათლულები. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ როგორც მოვექცევით ჩვენ მშობლებს, ჩვენი შვილებიც ისე მოგვექცევიან ჩვენ. მე არაერთხელ მithქვამს თქვენთვის, რომ ყოველ დილას თქვენ უნდა სთხოვოთ მშობლებს დალოცვა, კურთხევა და თქვენ უნდა ემტყიოთ ხელზე თქვენ მშობლებს. ეს იქნება ღვთის დალოცვა. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგაძლიეროთ, გაგახაროთ. უფალმა ძალიერსათვისა მოსცეს, უფალმა ნაკურთხოს ერითვის იმშვიდობით. დალოცვილი და ბედნიერი იყავით თქვენ და სრულიად საქართველო. ამინ. ჩვენთან არის ღმერთი.